რუსთავის სპორტის სასახლეში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საპრიზო ადგილების მფლობელ რუსთაველ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. ნინოლაცაბიძემ რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გიორგი კახიძე და საბა სულამანიძე გახდა. ტაიკვანდოში ევროპის პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს სანდრო მეგრელიშვილს და ნიჩბოსან ალექსი წიბწივაძეს რუსთავის მერიისგან ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ, რომელსაც გაზრდილი ოდენობით მიიღებენ. როგორც მუნიციპალურ დონეზე, ასევე სახელმწიფო დონეზე სპორტის ხელშეწყობა განაპირობებს კიდევ და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის წარმატებას. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ვისურვებ, რომ მათი მხრიდანაც რა ენერგია და შრომაც არის ჩადებული, ყოველთვის იყოს დაფასებული. საკმაოდ კარგი შედეგი მინდა ვთქვა, რთული ტრაუმების შემდეგ, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მიიღე მონაწილეობა და იქაც კარგი შედეგები დავაფიქსირე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოვა თუ ერთმანეთის გვერდში ავედექით, ჩვენ სპორტსმენები არ დავდექით ერთმანეთის გვერდში, ჩვენი ქალაქის მერი არ დაგვიდგა გვერდში. რასაც პრინციპში აკეთებენ ძალიან კარგად გამოსწორებაც და ვეცდები რომ მეც და ჩვენმა სპორტსმენებაც მაქსიმალურად დავაფასოთ.